პირველ რიგში ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა და ეს არის ღმერთთან ურთიერთობა. ჩვენ ხშირად გვაწუხებს ხოლმე კითხვა, რომ ღმერთი როგორია და როგორი უნდა ღმერთს რომ ჩვენ ვიყოთ. პირველ რიგში ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ ჩვენს თავში და ადამიანებთან ურთიერთობაში. აი თუნდაც ჯვარი, რომელიც ჩვენ ყოველთვის ზედ გვაქვს ჩამოკიდული და გვიცავს და გვიფარავს, აი ეს ჯვარი არის პირდაპირ ქადაგება ქრისტესი, რომ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან იწყება ჩვენი ურთიერთობიდან ადამიანების მიმართ. თუ როგორები ვართ ჩვენ ადამიანებთან ურთიერთობაში. ჩვენი ადამიანებთან ურთიერთობით განისაზღვრება შემდგომში უკვე ღმერთთან ურთიერთობა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ხშირად ვერ დავდივართ ტაძარში, ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც ტაძარი ამას გთხოვს. მაგრამ ჩვენ ხო შეგვიძლია ადამიანებთან ურთიერთობაში ვიყოთ ისეთები, როგორიც უნდა ვიყოთ. და როდესაც ჩვენ ვიქნებით ადამიანების მიმართ გულწრფელები, თბილები, მიმტევებლები, ხო, მაშინ ჩვენ მოგვეცემა აუცილებლად საშუალება, რომ ჩვენ ღმერთით შევიმეცნოთ და ღმერთთან ურთიერთობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ. და იმერე უკვე ძალიან მარტივად მოხდება ყველაფერი, იმიტომ რომ ღმერთი იმაზე მეც არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს, რისი გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ის ხომ დედაა და დედა კი ყოველთვის ელოდება შვილს, რომელიც გაექცა, რომელიც წავიდა და რომელიც შეიძლება ხშირად აბრაზებს, შეიძლება ხშირად არასწორად იქცევა, მაგრამ ჩვენს გავიხსენოთ ჩვენი თავები, რომ ჩვენც ვიყავით ბავშვები, ჩვენც გვინდოდა დედისგან წასვლა, ჩვენც არ უჯერებდით დედას, მაგრამ როდესაც ასაკში შედის ადამიანი და თვითონ ხდება მშობელი, ხვდება რომ ყველაზე დაცული, ყველაზე მშვიდი, ყველაზე ბედნიერი ის იყო დედასთან ერთად. ამიტომ ქვია ეკლესიას დედა და დედა ეკლესია თითოეულ თქვენთაგანს დიდი სიყვარულით ელის.